ერეკლი ზოგადად ყველა დამფუძნებლისთვის მნიშვნელოვანია კომპანია, მაგრამ აი შენთვის მგონია რომ ტექტო კიდე უფრო მნიშვნელოვანია და აი რო გითხრა რა არის ტექტო შენთვის? ჩემთვის ტექტო არის ნდობაზე დაფუძნებული მომავლის შემოქმედება. Რავი, თავიდანვე აი კომპანიის დაარსების დღიდან ის მიდგომა ჰქონდა, რომ ყოფილიყავით შემოქმედები და მთავარი მიზანი იყო ჩვენი, რომ ნდობა მოგვეპოვებია მომხმარებლის. ზოგადად ამ მომავლის ხედვაზეც რო გითხრა და როგორ უნდა შეძლო ადამიანმა რომ აი ამ მომხმარებლის ნდობა მოიპოვა. აი მომავლის ხედვაში რას გულისხმობთ? როდესაც შემოქმედი იწყებს მუშაობას, ყველაფერს ალაგებს ერთ სიბრტყეზე და მოცემულობას უყურებს ზევითან. მოცემულობაზე ზემოდან ყურებისას ის უკვე ხედავს რა იქნება მომავალში. ხოლო ნდობა ეს არის ჩვენი მთავარი კომპონენტი, რადგან ჩვენ ადამიანები გვენდობიან და ამ ნდობის საფუძველზე გვიკავშირებენ თავის ყველაზე ძვირფას შენაძენს, თავის მომავლის სახლს.